ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა ამღებელი ცოდვათა თავისიერისა. მისი უკულელები ელოდებოდნენ სულ სხვას. მათი სურვილი იყო მოესპოთ სახელი ილიასი. ის რომ სწორდება, რომ ასე განადიდებდა ქართული ერი ილიასა, ისინი ალბათ არ მოკლავდნენ მას. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის და შეგეძლიათ მისი ლოცვა, მისი კურთხევა თქვენ და საქართველოს. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ ღონისძიების მონაწილეები დალოცა და წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა. მომსვლელებმა გამოჩენილი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს წმინდა ილია მართლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკლესიის მეთაური საზოგადოებისა და ერის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წმინდა ილია მართლის პრემიით დააჯილდოვეს. ამაყივართ იმითაც, რომ მოგოც შესაძლებლობა, რომ გამოგვეხატოთ ჩვენი პატივისცემაც და ეს როგორც საზოგადოებრივი ჟესტი უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის მიმართ და მისთვის გადაგვეცა წელს ჩვენი ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ჯილდო, ეს იქნება ყოველწლიური ჯილდო, ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების ერის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.